მაშინ როცა უკრაინა აქცენტს აკეთებს საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივ წარმოებაზე რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად და კრემლის მიერ დაწყებული ომის რუსეთის ტერიტორიაზე დასაბრუნებლად, თავდაცვის სფეროში კავშირების გამტკიცების მიზნით ევროკომისიის პრეზიდენტი კიევს ეწევიან. უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიზანიც არის ევროკავშირის სამხედრო სამრეწველო ბაზის გაერთიანება ომის პირობებში კიევის საბრძოლო გამოცდილებასთან. საგულისხმოა, რომ დრონების წარმოების გაზრდასთან ერთად შეთანხმებაში ჩაწერილია მნიშვნელოვანი პუნქტი. კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების შენახვა შესაძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთელ ტერიტორიაზე, რაც მათ ვეღარ აქცევს მოსკოვის სამიზნეებად. ხელმოწერილ დოკუმენტში ნაგულისხმებია ევროკომისიის შემდგომი გეგმა, რომლის მიხედვითაც გაფართოვდება შეთანხმება და დრონების გარდა მოიცავს ბალისტიკური რაკეტების და ანტიბალისტიკური კომპლექსების წარმოებას, თუმცა ეს ჯერჯერობით შორეული მომავლის პერსპექტივაა. როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, დაგკვირდით, რომ ევროპა თქვენს გვერდით იდგებოდა. ასევე დაგკვირდით, რომ შეძლების დაგვარად ხშირად ჩამოვიდოდი, რათა ეს სოლიდარობა პირადად გამომეხატა. მას შემდეგ დიდი გზა გავიარეთ. ეს უკვე ჩემი მე-11 ვიზიტია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან და ამ მოგზაურობებიდან არაერთი მომენტი სიცოცხლის ბოლომდე მე მახსოვრება. თითქმის ყოველდღე მახსენდება ბუჩაში ჩემი შემზარავი ვიზიტი, სადაც საკუთარი თვალით ვიხილე უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტებისა და სისასტიკის მასშტაბი. მახსენდება ისტორიით დამძიმებული ატმოსფერო ჰოსტომელის აეროპორტში, სადაც უკრაინელ გმირთა მცირე ჯგუფმა გადაარჩინა მთელი ქვეყანა და შესაძლოა მთელი კონტინენტიც კი. ასევე მახსენდება ევროპის დღის ემოციები წმინდა სოფიას ტაძრის წინ. უკრაინელო ხალხო, თქვენ მხოლოდ საკუთარი მომავლისთვის კი არ იბრძვით, არამედ მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვისაც. თქვენი ჯარისკაცების სიმამაცემ ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლას შეუწყო ხელი, არა მხოლოდ საკუთარი სამშობლოს დაცვის მხრივ, არამედ იმ ღირებულებების დაცვის კუთხითაც, რომლებზეც ევროპაა აგებული. ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ეს კიევში მეორე ვიზიტია მიმდინარე წლის განმავლობაში, თუმცა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. განსხვავებით სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლის თავზე ჩამოსვლისგან, ახლა უკრაინამ ბრძოლის ველზეც გარკვეულ უპირატესობას მიაღწია და რუსეთის სიღრმეებში განლაგებულ ნავთობგადამამუშავებელ თუ სხვა რუსულ სტრატეგიულ ობიექტებს ფაქტობრივად ყოველგვარი წინაღობის გარეშე უყრდნობს, რამაც აგრესორ სახელმწიფოში უკვე გამოიწვია ნაწილობრივი ენერგოკრიზისი. უკრაინის სამხედრო დაზღვევის თანახმად ლოგისტიკურ მონაკვეთებზე შედეგიანმა დარტყმებმა რუსეთი აიძულა არმიის მომარაგების უფრო ნელ და ნაკლებად ეფექტურ გზებზე გადასულიყო. მათივე ცნობით, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან სახმელეთო კავშირი ან აღარ არსებობს, აზრით მეტად სახიფათოა, რაც კიევს აძლევს საშუალებას დასახულ მიზნებს უფრო სწრაფად მიაღწიოს. ამავე დროს 24 თებერვლის შემდეგ შესრულებულია ბრიუსელის დაპირება უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს უდნობის კრედიტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რის დიდი ნაწილი სწორედ სამხედრო მიზნებისთვისაა განყოფილი. ამას ემატება კიდევ ერთი პოლიტიკური ფაქტორი, ერთი თვით შუალედით მეორედ დამატებითი კლასტერების გახსნა ევროინტეგრაციის გზაზე. მართალია, ბოლო პერიოდში კიევი ამგვარი მცირე წინსვლებით გადის ფონს, თუმცა საგულისხმოა, რომ არც მოსკოვი მოქცეულა სრულად ჭრილში. რუსული საოკუპაციო არმიის გაძერებული საჰაერო ირიშების ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მიანიშნა ევროპელ და სხვა დასავლელ ლიდერებს, რომ საჭიროა მეტის გაკეთება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამ მიმართულებით მან იგულისხმა ხელშემწყობი ნაბიჯების გაადგმა კიევის სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად. სხვა დასავლური სადაზღვევო მონაცემის მიხედვით, ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის გადასაფარად მოსკოვი მიმართავს ჰიბრიდული ომის მეთოდებს, რაც მათ შორის მოიცავს ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეებში დრონებით შეჭრას და ამ ფორმით მიაღწიოს მიზანს, ან ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვოს, ან უკრაინის ევროპელი მოკავშირეები დააშინოს.